არსებობს დოკუმენტები, რომელიც აჩვენებს, რომ სტალინური რეპრესიების დროს წინასწარ განისაზღვრებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უნდა დასჯილიყვნენ რეჟიმის მიერ. მაგალითად, არსებობს ესეთი დოკუმენტი, რომელშიც ერთ-ერთი რაიონის კომიტეტის წევრი ითხოვს, რომ გაზარდონ დასახვრეტების რაოდენობა 300 კაცით და სტალინის ხელმოწერილია ეს დოკუმენტი, სადაც ის ამბობს, რომ 300-ის ნაცვლად 500 დახვრიტეთო. ამ რაოდენობების განსაზღვრის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ წინასწარ განისაზღვრათ რამდენი ადამიანის დახვრეტა იქნებოდა საჭირო საზოგადოების ტერორიზებისთვის. როგორც ჩანს, ქართული ოცნება იყენებს მსგავს მეთოდებს თავისი რეპრესიებისთვის. მაგალითად, ირაკლი კობახიძის გამოსვლას თუ მოусმენთ, იქ ნახავთ, რომ მას წინასწარ აქვს განსაზღვრული, რამდენი ადამიანის დაპატიმრებას აპირებენ, მაგალითად, ახლა 4 ოქტომბრის აქციების დროს. შეიძლება ბევრი ადამიანი იმაზე მეტი ვიდრე წინა შემთხვევაში 30-ზე მეტი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს კისოსების მიღმა. ის წინასწარ ამბობს, რომ ეს რიცხვი იქნება 30-ზე მეტი. აქედან შეგვიძლია დავსვათ კითხვა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს საპატიმროებში სხედან, მართლა იმიტომ სხედან, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას უნდოდა, რომ რაღაც რაოდენობის ადამიანები დაეპატიმრებინა იმისთვის, რომ საზოგადოების ტერორიზება მოეხდინა.